გამარჯობა. თქვენს ყურადღებას მივიპყრობ სულ რამოდენიმე წამით. თურმე ჯუანშერ ბურჭულაძეს ქონია ესეთი კლიჩკა, ჯუტა. და თავდაცვის მინისტრი რო იყო, ჩერეს მისი ცოლის ძმით ჩარხავდა საქმეს. არა კი არ მიკვირს, კაცო, რო არ გაეკეთებია ეს უფრო გამიკვირდებოდა, მაგრამ ეხლა ღარიბაშვილი ყავთ ნახსენები ამის ვითომ კორუფციის საქმეს, ვითომ იმიტომ ვამბობ, რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ რა, ჯუტუნია. ჰამბურგერის შეჭმაც ვერ მოასწრო იქ. ხიდაშელისგან, ანადოლიძისგან, ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, ვინც განსაკუთრებით ოდიოზები იყვნენ, იმან საერთოდ ალასანიამ სამშენებლო კომპანიის ბიზნესი წაიღო და დღეში 800 ჯარისკაცს უშლიდა კუჭს ასხამდნენ ჯარისკაცები ტუალეტში ტრატს და აგერ კაიარაჟანი თავის პარტიაში მიქონდა და ჯარისკაცებისთვის ღურის საჭმელს დებდა იქ და ესე დააგროვა აგერ ტიპმა სამშენებლო კომპანიის ფული და მერე პოლიტიკიდან წავიდა რა უნდა პოლიტიკაში საქმე ხო გააკეთა და დაიჭირეს ჯუტა ჯუტუნია აი შეყლეო ჯუტა და ეხლა 5ჯერ თუ 6ჯერ ახსენეს ღარიბაშვილის სახელი დაკითხვას და მე გადაშალეს რა და მე ისევ ჩაწერეს და რომ ამდენ რაღაცაზე რა ვერაიტანს ვერაფერი ის პასტას გამოგიგზავნით რა რომლითაც იწერება და იშლება უკან აქვს აშლელი წაშლი რასაც გინდა მე ისევ ჩაწერ მე ისევ წაშლი მე ისევ ჩაწერ და ითამაშეთ ასე თუ დამოწრუნდება თქვენ მანამდე სანამ თავდაცვის სამინისტროში განსაკუთრებით თინა ხიდაშელი კორუფციაზე არ არის დაჭერილი განსაკუთრებით ანადოლიძე ტიპებმა ამდენი ფული იშოვეს პარტიები გააკეთეს კიდე მოწავიდნენ რა თავდაცვის სამინისტრო არ იყოთ და მთელი ქვეყნის ჭამა მოუნდათ მაგრამ ამიტანი მოვიდათ ახლა ანადოლიძე და ქვეყნის პრეზიდენტი და ანადოლიძე და ქვეყნის მმართველი და თინა ხიდაშელი და რასადაც იყვნენ ბიჭოიძე სამარცხვინოები ეს დედამოწმულები ესენი და კიდე აგერ ამ ხალხს ატყუებენ ამ საცოდავ ამ მართლა მოტყუებულ ამ სულში ჩაფურთხებულ ადამიანებს რა არაფერს არ ვამბობ ჯარზე და თავდაცვის ჩვენ არ აქვს თავდაცვის სამინისტრო 1 2 3 ჯარისკაცი შეიძლება იყოს იქ გულანთებული და რა თუ დარჩნენ კიდე ყველა ვის დაომარი და პროფესიონალი იყო გაყარეს იქიდან დაიტოვეს ის ვინც მონები არიან და ახალგაზრდა ბიჭებს შეყრიან შიგნით რო არაფერი არ აქვს ნანახი და ხვალ ზეკ კიდე სანამ გამოსვლებას რომ დააგროვებენ მე იმესაც აგიდებენ და ასე ახადნოი დვორია რა მაპატიეთ ამ სიტყვას მაგრამ ესე არის ეს უწყება გადაცეული ხო და ჯუტას სამართავი რო გახდება ეს ქვეყანა და თავდაცვის სამინისტრო და მისი უსაფრთხოება ხო ავი რა გულახდილად გეტყვით მოვტყან ისეთი შეიარაღებული ძალები შეიარაღებული ძალები უკვე არც ქვია თავდაცვის ძალებად გადააკეთეს ანუ მოკლედ ასეა რა ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვაზე ზის თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში აპატიოსანი სახელმწიფოა და არ პატიობენ არავის არაფერს აგერ ღარიბაშვილმა პენსიონერი მამის კისერზე გაგზავნა შვილი ნიუ-იორკში თუ პენსილვანიაში რას არიჭერენ იმიტომ რომ არის ჩვენს ქვეყანაში პენსიონერები რომლებსაც ერთი გაწკაპუნებით შეუძლიათ აგერ ბოინგი მოხსნან ციდან ჩარტერული რეისით ჰამბურგამდე და ჰამბურგიდან პერვაკლასნი ბილეთებით პენსილვანიაში თუ ნიუ-იორკში გადააფრენ შვილიშვილს ბაბუა მესმის მე ამნაირია ბაბუა ჩემი ყანაში მუშაობით მკლავდა მე რა მოდიფიცირებული თაობა მოდის ჯერ ბაბუა რა არის და შვილი რა იქნება მე ბაბუას ხელა რო გახდება და ის ქვეყანა რა იქნება სადაც ანარი ბაბუა და შვილი შეჭამს სხვა ბაბუას და შვილიშვილების კეთილდღეობას რა როგორც გინდათ ისე მიიღეთ ჩემი ეს პოსტი სათქმელი იყო და ვთქვი რა და მე მაინც იმ კაცის მჯერა და მწამს რომელმაც საცხა ბუდკაში როგორც ბიძინა იდროდა ბუდკაში რა ბუდკისი გავარაკები არ თავდება ჩემ ქვეყანაში ბატონებო 2 მილიონი დოლარი არა მაპატიეთ რა მილიონი რა მათემატიკა თუ უყურებს ახლა ჩემ მასწავლებელი სისანაჭირაკაძე მილიონის და მილიარდის გარჩევა რო ვერ ვისწავლე მე რაფერ მოვტეხავდი ჩემ ქვეყანაში პლუს 2 მილიარდი რომ მოტეხა იმ კაცმა რაღაცა მაშინ ფულის გადასახურდავებელ ჯიხურში აი იმ კაცის მწამს მე
და იმ ქვეყნის წავს, სადაც თავდაცვის მინისტრი ტომოგრაფი ზაბარაძეა დაჯერილი. არ მინდოდა მეთქვა ასე მწარად, მაგრამ შეგაპარეთ და სულ დაგჭირდა ტომოგრაფიის აპარატი უკვე ნაღიდია. ჯუტას სოლიძმა მიღიდა და სოლიძმაზე უთქვია ეგიო კაცად არ ვარ გაო თუ არა ბიზნესმენად კი გამოდგება. გამოდგა. ჯერავს მე ჯუტას სიტყვის რა. კაცი მითხარით ამ დროში, კაცი ის არ იყოს ძველი ბერძენი დიოგენე რო ეძებდა რა, დღისით მზისით ანთებული ლამპრით ხელში. რას ეძებდა? კაცს ვეძებ, კაცი მითხარით ბატონებო თუ არა, ჯუტა ყოველთვის გამოჩნდება რა და კუტა. ოდი შტრა, ჩემი ირონიისთვის და უფრო ბილსიტყვებისთვის, მაგრამ გვიანა უკვე გადაბდომდა ურემი და ხა წეროს ვისაც უნდა სამამულო გაბადავდა.